ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. მიშა და ნინო ღია ეთერში დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად ხელოვნებად ცოდნე ნინო სარალიძე გვეწვია და რაც შეეხება საუბრის თემას ფერებად ქცეული გრაფიკა არაჩვეულებრივი ნამუშევრებით შემოგვიერთდა ნინო ცოტა მოგვიანებით განახებთ რა თქმა უნდა მოგესალმებით მადლობა სტუმრობის ჩვენერ ნინოს შუაში რომ ჩამჯდარ ვიყავი ჩავიფიქრებდი ამას და უცლებოდ ამას რომ მადლობა ნინო რომ მოხვედით და მართლა ჩვენს ეთერს აქვს ეს რაღაც ფუფუნება რომ გავიცნოთ ადამიანები მე და ნინო პირადად თქვენ გაგიცნობ და რა თქმა უნდა გავაცნოთ თქვენი ნამუშევრები და თქვენი პიროვნება ჩვენს მენელს. მადლობა რომ მოხვედით. ნინო და რაც შეეხება გრაფიკას და ფერადი გრაფიკა ალბათ უფრო მართებული იქნება თქვენი შემოქმედების შემთხვევაში ძალიან საინტერესოა, არაერთგვაროვანი, ცოტა უცხოც, პრინციპში ქართულ რეალობაში მე მგონი ნაკლებად ცნობილია, ხო? შეიძლება მე ვცდები, თუმცა მე ყოველ შემთხვევაში მსგავსი ჯერ არ მინახავს. რადიოს მსმენელი ამას ვერ ხედავს, მაყურებელი ალბათ ხედავს, მაგრამ ასოციაციურად მე მახსენდება ხოლმე ძველი გრავიურები, ანუ წიგნები 19 საუკუნეში რო გამოდიოდა ხოლმე დასურათებული და აი ყველა დეტალი რო იყო გამოკვეთილი. იქნებოდა ეს აგურის პატარა ნატეხი, იქნებოდა ეს ჩრდილი ფოთოლზე და მოკლედ ძალიან საინტერესოა და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ძალიან მომწონს და მიხარია რომ თქვენს ესე დადებითად აფასებთ ჩვენს ნამუშევრებს, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არ არის პროფესია, უფრო ჰობია. რო დავფიქრდი საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი გამახსენდა მამაჩემის სახაზავები და ეს ტუშის თვის არქიტექტური იყო? არქიტექტორი არა, გეოდეზია პროფესიით და ხაზავდა. რაღაცა ბავშვობიდან მომსდევს ეს სახაზავები და ალბათ რაღაც ხაზები და ტუში. მე ჩემი შვილი აბარებდა აკადემიაში შარშან სკეჩების სახით უნდა გაეკეთებინა შენობები. და ცოტა ავყევი და მე რო ვაქციე ჩემს ჰობეთ. და საინტერესოა შესრულების ტექნიკა, ანუ ფოტოხელოვნებასთან რა თქმა უნდა კავშირში ხართ, ანუ როგორ ხდება ეს? ჩემი გადაღებული სურათებია და მეხსიერებით ესე ვერ ვიმახსოვრებ რაღაცებს, რაც მომწონს, რომ მე სახში მოვიტანო და პირობითად დავხატო, მაგრამ ჩემი გადაღებული ფოტოებია. ხანდახან გავივლი ხოლმე და ვიფიქრებ ეს კარგი გამოვა, რომ დავხატო და მე ბეჭდავ, გადამაქვს ქაღალდზე და ვმუშაობ უკვე ტუშის სპეციალური კალმებით. აი ყველა ნახატი ძირითადად ძველი უბნებია, იმიტომ რომ მაგრამ აი კადრებს, როდესაც იღებთ ფოტოზე, უკვე ზუსტად იგივე გადადის ნახატზე თუ რაღაცა ცვლილებები უკვე ხდება. არა, ვცდილობ დავტოვო იდენტური. მართალია რაღაცა შეიძლება კაბელები მაგალითად მოვაშორო. მაგრამ კონდიციონერებს და რაღაცებს მე მგონი მანდაც ჩანს უხატავ ხოლმე. რაღაცნაირად მინდა რომ ის წუთი და ის მომენტი შევინახო, როცა ესე დავინახო. მრიცხველებიც ჩანს და აგერ უკანონოდ შემოყვანილი რაღაცა გაზის სადენის მილიც. კი ბატონო, და რაც რაღაცას ჩემ გამოარდა აჯერ. ზოგადად ამ მიმდინარეობას რამდენად ცნობილია უცხოეთში არის თუ არა და ვინ არიან ის ხელოვანები? ან გარკვეული ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ. კი, მე მგონია რომ მე ასე ვთვლი, რომ კაცობრიობის გაჩენასთან ერთად გაჩნდა გრაფიკაც. იმიტომ რომ სიტყვა გრაფიკა თვითონ ნიშნავს რაიმეზე კაწვრას მოხაზვას პირველი გამოქვაბულის ნახატებით შეიძლება ითქვას რომ არის გრაფიკული ნამუშევრები თავიდან და რაღაცა ნაწილი არის მანამდე სანამ შეიქმნება დიდი ნაშრომები მაგალითად ფერწერაში ძალიან ცნობილი გრაფიკოსი იყო რემბრანტი კი ბატონო რომელიც მისი ნაწარმოებების ტირაჟირებას ახდენდა ასე და ასევე ჯურერიც და დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ამ მიმართულებით. ნინო, იცით, რაც შეეხება გრაფიკას, რა თქმა უნდა, ეს არის საოცარი მიმართულება. ზოგადად ახლა მეც ძალიან მომწონს, მაგრამ რას მინდა გავუსვა ხაზი. აი, ესე როგორც დავაანონსეთ, ფერებად ქცეული გრაფიკა, ახლა რასაც თქვენ აკეთებთ, ხო, იღებთ ფოტოს და მე ფაქტიურად ქმნით ნახატს. აი, ეს მე მგონი იშვიათობაა. არ ვიცი, ჩემთვის როგორც
უბრალოდ ჰობია და რაღაცა ესე გამომდის, ესე მომწონს. ძალიან კარგია და უცხოა. კი, უცხოა და მე ძალიან მოხიბლული ვიყავი თქვენი ვიდეოებით, სადაც ეს გრაფიკარი გაცოცხლებული ფერებში, მუსიკაც კარგი ადებს ძალიან და ფიქრობ რომ აი რაღაცნაირად ზღაპარივით არის, ანუ ისტორია. წინა საუკუნეებში მე მაგალითად ბრიტანეთში გადამისროლა, ხო, აი მე სახში მაგ ბებია ჩემის მზითვები ძალიან ძველი წიგნია და გეოგრაფიული სახელმძღვანელო და იქ არის მცენარე დაშლილი მცენარეები ხო იცით აი როგორ აი ზუსტად ესე არის შესრულებული ანუ ღეროები რო ჩანს აი მოლეკულარულ დონეზე აი შვაში რო გაჭირდა უშუალოდ გაჭირდები და აი ზუსტად აი ესეთი ტექნიკით არის შესრულებული და პირველი თქვენი ნახატები რომ ნახე ეს ასოციაციები წამომიტივდი და ბავშვების მეხსიერები და შეგნით გერბარიუმს ვაგროვებდი ბოტანიკის გაკვეთილებზე ხშირად გვახატინებდნენ ხოლმე წიგნიდან რომ ალბათ მცენარის აგებულობა კარგად ვქცოდნოთ. ნინო და რაც შეეხება თავად შესრულებას, ანუ რამდენად რთულია, რამდენად შრომატევადია, დიდ დროს მოითხოვს თუ არა? რა თქმა უნდა, ალბათ მოცულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამხელა ნამუშევარია. ესენი შედარებით პატარებია, უფრო დიდი ნამუშევრები ბევრი დრო სჭირდება, იმიტომ რომ ძალიან წვრილია ეს ყველაფერი და ვცდილობ რომ არ დავკარგო რაღაც ხა აგურების რაოდენობა თუ ამერია. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ფაქტურა შევინარჩუნო. ყველაზე დიდ ალბათ 3 კვირა დასჭირდა. დაახლოებით 5-6 საათი დღეში. ანუ საკმაოდ შრომატევადია. კი, თან ლუპით ვაკეთებ, იმიტომ რომ დავინახო. და იცით აი ზოგადად დაინტერესება რამდენად დიდია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ვისაც ეს ნანახი აქვს, არ არსებობს რომ გულგრილად ჩაუვაროს და შემდეგ თქვენი შემოქმედებით არ დაინტერესდეს. აპირებთ თუ არა გამოფენას? რა ვიცი, ხშირად მეკითხებიან მაგას, მაგრამ რაღაცნაირად მერიდება. მე მგონი აქ მოსარიდებელი მიშა. იცი რა ნინო ჩვენთან ყოველთვის სტუმრები რომ მოდიან და პირველ ნაბიჯებს რომ დგამენ, ყოველთვის მე უმართლებთ და იმ მომავალ იდეებს, რომელსაც ხმამა ლაჟღერებენ ხოლმე, რაღაცნაირად მე სრულდება. იცით რა მე უცებ რა წარმოვიდგინებ, შესანიშნავი ილუსტრატორი იქნება, ანუ ილუსტრაცია, არ ვიცი. რომელიმე ზღაპრის, რომელიმე მოთხრების არის რომ ოდესმე ჩემი შვილიშვილებისთვის არსებობდეს ჩემი ხელით ილუსტრირებული წიგნები და მე დიდი ეჭვი მაქვს რომ წიგნის შინაარსის ავტორიც შეგიძლია რომ იყო ნამდვილად, იმიტომ რომ დარწმუნებული ამას რომ ხატავ, ეხლა ნუ როდესაც აი ლუპით ესეთი დაწუნმანებულად რაღაცა ისტორიას წარმოვიდგენ ყოველთვის, თითოეულ ნახატში არის ხასიათი. და აი ეს დეტალები მომწონს ძალიან. განათლებით ვიბრძანდებით ნინა. ცოტა ხანი ვსწავლობდი ინტერიერის დიზაინზე და ალბათ ეს გავლენაც მაქვს. დიახ. დეკორატიული ქსოვილების ბაკალავრის კურსი მაქვს დამთავრებული და სამაგისტრო კურსი მაქვს საღვთი ხელოვნების და გამოყენებითი ესთეტიკის. ბევრი რამ. ანუ აქ უბრალოდ მხოლოდ გატაცება არ არის, იქ გარკვეული პროფესიონალიზმის ეთყობა, რაღაცა ცოდნა, თუნდაც აი კადრირების თვითონ სივრცის შეგრძნების და ასე შემდეგ და დეტალიზაციის ზოგან არის მხოლოდ 3 ფერი, ზოგან მხოლოდ 1 ფერია, ზოგან კიდე ძალიან ბევრი ფერი და ეს ყველა ფერები ნამდვილად სოციალი არა, ну ზღაპრული შეგრძნება, მართლა დიდი ხანია მსგავსი რამ არ მინდა. ნინო და ზოგადად რაც შეეხება ამ ფოტოებს, ძირითადად არქიტექტურით ხართ, ხო? მიყვარს ძალიან არქიტექტურა. გატაცებული, დიახ. ძალიან. ყველგან ჩანს სიმეტრია და ზუსტად ხასთა თანაფარდობა დაცულია შეიძლება. ვცდილობ რომ არ დავანგრიო. ანუ თქვენთან პორტრეტები არ არის. იცდიათ? არა. მაგრამ ალბათ ძალიან ბავშვობაში. უცებ დიურერის არის გამახსენდა რა ქვია ავტოპორტრეტი გრაფიკული. დიურერის ხელებს აქვს სხვათა შორის ძალიან საინტერესო ისტორია, ეს ცნობილი ხელები, რომელიც დახატა მისი ძმის ხელები ყოფილა. და არა მამის, იმიტომ რომ ორივე ძალიან კარგად ხატავდა, ჯერ ერთი წავიდა სასწავლებლად და უთხრა შეგენაცვლები რომ მორჩები და შენ ამისთვის იშრომე ახლა და მე ვიშრომებ შენთვისო, რომ დაბრუნდა თავისი
სწავლის შემდეგ თავის ქალაქში და ნახა თავისი ძმის ხელები, მიხვდა რომ ის განმხატვარი უკვე ვეღარ გამოვიტოდა და ასე აღბეჭდა რაღაცნაირად მისი ყვაწლი. კეთი დაუშვათ აი მოხდა სასწაული და მე ჩავედი სოხუმში. და გადავიღე ის სახლი, სადაც ჩვენი ბინა იყო და ჩამოვედი აქ და მოგეცით შეკვეთა. გააკეთებთ ამას. ტექნიკურად ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არ იქნება ჩემთვის. მაინც სურათია და მეც სურათი დამხატავ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ შენობა მე თვითონ როცა ნანახი მაქვს ანუ მაგას მნიშვნელობა აქვს. ალბათ, ჩემთვის ალბათ. კი, მესმის. რადგან ჩემთვის ეს უბრალოდ ჰობი არის და არ არის ჩემი პროფესია. ალბათ აქვს, მაგრამ ტექნიკურად მგონია, რომ არ იქნება რთული. ხო, მაგრამ ალბათ ფიქრობთ, რომ უფრო ისეთი არ იქნება, როგორც ის. ანუ თქვენთვის მნიშვნელოვანია აღქმა თვითონ თქვენი აღქმა და ეს უბრალოდ რასაც თქვენ ამბობთ, სურათს რომ იღებთ და იმის მიხედვით დაგერბ, ეს სიზუსტე იგულისხმება, მაგრამ აი ეს შინაგანი განწყობა, ხო, ალბათ თქვენ თვითონ ირჩევთ ობიექტს, ხო? ეცით რა არის, კი და ეს ისეთი ლოკაციებია, სადაც მე თვითონ ძალიან ხშირად ხვდები, თითქმის ყოველ დღე, მაგრამ მივხვდი, რომ შუქს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხანდახან გაიული და მიგაქცევინებს რაღაცაზე ყურადღებას და ძალიან ლამაზია და შეიძლება რამოდენიმე გაიარო უკვე ისე გაიარო, რომ არც გაიხედა. და ის შესრულების თვალსაზრისით ახლა შუქი ახსენეთ თქვენ და დღის სინათლეზე ამჯობინებთ მუშაობას თუ საღამო ჟამს? არა, დღისით სამსახურში ვარ და ვერ ვახერხებ. პრინციპში საღამოს განათლება არის. ეს ჩემი მეორე სამსახურია, ასე თქვა, სახში რომ მოვიდივარ. მეჩქარება სახში მისვლა, რომ ანუ რა ბედნიერები არიან ეს ადამიანები, თუნდაც პოეტები და თუნდაც თქვენ, რომ აი ესეთი ხობი არ ქვია ამას ფაქტობრივად ქვია რაღაც მეორე იცი რა ასე ვფიქრობ ნინო რომ აი ამ ნამუშევრებს ვინც ნახავს დარწმუნდება რომ ეს ჰობი ნამდვილად არ არის ეს პროფესიონალიზმია და რა ვიცი რაც შეეხება აი ფერებად ქცეულ გრაფიკას ასე დავასათაურეთ ხო არაჩვეულებრივი შესრულება თან რა არის მართალია ერთი ხაზით არის ერთი სტილით არის და ერთი ნუ ეგიზნობა ავტორის სტილი მაგრამ ყველგან გამორჩეული ხასიათია და გამორჩეული მუსიკაა ყველგან შეიძლება ითქვას და როგორ ხართ მუსიკასთან ძალიან ანუ რაღაც ანუ მუსიკის კოლექციონერი ვარ ჩემს კოლექციაში 34,000 ნაწარმოებია საავტორო უფლებების ასოციაციაში ვმუშაობ მუსიკალური ნაწარმოების მონაცემთა ბაზებზე და ძალიან მიყვარს როცა აგზავნიან რაღაცებს მუსმინო და ვიცოდეთ ცოტა და გეხმარებათ თუ არა მუსიკა აი ამ როცა ხატობ უსმენთ რამეს აუცილებლად სულ რაღაცას უსმენ შეიძლება გადაცემები იყოს თლათ ყოველთვის მუსიკის ხასიათზე ვერ ვარ თქმული მაგრამ რა თქმა უნდა მუსიკასაც რაც მან მუშაობ განსაკუთრებული სიყვარული გამიჩნდა ქართული მუსიკის ძალიან კარგი ნინო და გიფიქრიათ თუ არა რომ დაუშვათ ну მოგზაურობის დროს გადაგიღოთ ფოტოები, მარაჩვეულებრივი, რა ვიცი, არქიტექტურული ძეგლებისთვის და მერე გაგეცოცხლებინათ. კი, აი მაგალითად ეგ რომი არის, ფორუმის ნაწილია, უბრალოდ მაინც სხვა არის, თბილისი მაინც ჩემია. კიდე სხვანაირად რაღაცა მომწონს თბილისური რაღაცა. მშობლიური მაინც სხვა. ისე რა კარგად აღნიშნეთ და როგორი დაუკირვებლები ვარ ჩვენ ზოგადად, რომ აი ერთი და იგივე ხარ, ანუ შეიძლება ქუჩა ერთი და იგივე ქუჩაზე იარო სულ მუდმივად 60 წელი ჩემსავით, მაგრამ აი ყოველ დღე შეიძლება აღმოჩინოს სრულიად ახალი დეტალი. ეს განათებაც კი, ამასინათ აი ჩემს მეგობართან დავდივარ სულ ეგრეთ წოდებულ ვარონცოვზე და აღმოჩნდა ეს აივანი როდის იყოს, ანუ არც ამიხედია ზევით და ისეთი შავი კატაიჯდა იქ და მოკლედ ხო სულსებ ისტორია მოხდა და თქვენი თქმისა არ იყოს აი შუქს ყველაფერს ხმაურს აი მანქანა გამოიარა იმ მომენტში იქ ვიღაც ბავშვმა გადაირბინა იქ რაღაც აი ამ თქვენს ნამუშევრებში ეს იგრძნობა და რაღაცა კარგ მომენტებს ქმნის მერე ყველაფერი ერთად და იცით რა არის მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან დაგეხმარება თქვენ აი ყველაფერში რა ვიცი ახლა ადამიანები ვართ ყველას
გვაქვს რაღაცა ჩვენი პრობლემები, მაგრამ აი ეს და ამას რო ქმნი ადამიანი როგორ გითხრათ რა, აი პოზიტივს თესავთ და სიკეთეს თესავთ. მართლა ესე არ არის ნინო დამერწმუნა. რა თქმა უნდა და აი უთხარი კიდევაც სანამ ეთერში შევიდეთ რომ ნათელი სახე გაქვს. თუმცა ადამიანი რომელიც აი ამას ქმნის არ შეიძლება რომ თავად ნათელი არ იყოს და სინათლე მისგან არ მოდიოდეს. ნინო, რამდენი ნამუშევარი გაქვთ? ცოტა. თავი ხარისხია. ცოტა იმიტომ რომ ვაჩუქებ ხოლმე. ხა დავიწყე მოგროვება. არა, იცით რა არის? უნდა მოემზადოთ. აუცილებლად. ეხლა მაქვს ძალიან კარგი რაღაც დაწყებული, ძალიან სულ შეკრული ვარაზე ვთქვა, ძალიან განვიცდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოცულობის ნამუშევარია. შეგიძლიათ გაგვინდოთ. კი, რა თქმა უნდა, თბილისში გადავიღეთ. თბილისის ხედი გადავიღეთ, რომელიც სამწუხაროდ ვერ დავატიეთ ვერსად, იმხელა და გავყავით სამ ნაწილად. და ეხლა დავიწყე სულ ეხლა ხანს. და მე ამას ყველაფერს ერთ ტრიპტიხივით იქნება. და ეს სხვა დანარჩენი ნამუშევრები უკვე იმ დიდი თბილისის პატარ-პატარა. უი, რა საბარაკო და მე იქნება ის დეტალიზაცია უკვე კუთხეების მიხედვით. ხო, ალბათ, რაღაც ლოკაციების დასმა შეიძლება. ძალიან კარგი იდეაა. არა, ანუ მარტო აი გამიშვილი მაგალითად კი როს დავხატავ აუცილებლად ვეკითხები. ეს ძალიან დიდი რას ფიქრობ? თქვენი შვილი პროფესიით? ჩემი შვილი წელს აბარებს კლავაც. და ზოგადად ხელოვანი ადამიანია და ფიქრობს რომ მოდის დიზაინს უნდა და ძალიან კარგი და მას წარმატებებს უსურვებს. იცით რა ნინო, მაინც დაუბრუნდები იმ ვიდეოს, რომელსაც მე ძალიან აღმართოვანა და ფიქრობ, რომ ამ კუთხითაც უნდა ვიფიქროთ, რომ აი ეს ყველაფერი, ახლა ტექნიკური საშუალება გვაძლევს იმის უნარები, იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად აი წარმოვიდგინეთ, ახლა უცებ პანორამული ხედი რომ მოხდეს აი ამის თან მუსიკა რო დაერთოს, თან რაღაცა მოხდეს, თან რაღაცა გადაირვიოს ინუში. მაყურებელს ანახე? კი, არა, მე უფრო ან რაღაცა მოხდეს მართლა გაცოცხლებული ისტორია იქნება და რაღაც ისეთი ანიმაცია სავით იქნება. აი ვიდეოების გადაღებაში ჩემი ძმა მეხმარება, რომელიც არის მონტაჟის რეჟისორი. მშვენიერია. ესე იგი როგორ შეიძლება ტანდემი კოლაბორაცია არის კი ბატონო, ძალიან კარგი, იმიტომ რომ მართლა ეს რამდენი წელია რაც სამდეთ დაიწყეთ ამის კეთება? 2 წელი? ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი, მაგალითად ბატიკას ხატავდი ერთი პერიოდი. კერამიკულ თებშებზეც ცადე ხატვა ხატავდი საღებავებით. მე მივხვდი რომ საღებავი ჩემი არა იყო და ბოლო წელიწადი ალბათ ცოტა მეტი არის რაც ესეთ რაღაცებს ვაკეთებ. ისე რა მნიშვნელობა აქვს ბავშვებს დაბეჭდილებას, აი თქვენ რო ახსენეთ სახაზავიო და ტუშები და მამა. აი მე რამდენი სტუმარი ყავდა ჩვენ, რომელიც აი ძალიან ცნობილი ხელოვანები და ძალიან პროფესიონალი მხატვრები იქნებიან თუ მუსიკალ, აი ბავშვობიდან მიღებული ემოცია, პირველი ემოცია აუცილებლად გამორიცხულია, რომ ოდესმე არ ამოტივტივდეს რაღაცა ინსპირაციაში. მაშინ დავფიქრდი და მე გამახსენდა ეს ყველაფერი აქამდე მაგაზე არ მიფიქრდი. თქვენი პირველი შემფასებელი შვილია? კი. ალბათ რახან მასწორებინებს რაღაცებს. მომწონს მისი ხედვა ძალიან. ანუ შენიშნა არ გაღიზიანებთ. არა, ხო, ენდობი, იმიტომ რომ ღია ხო. უბრალოდ თან გავითვალისწინებ. თუმცა მართლა ვისაც ენდობი პირიქით. შენ მე რას მასწავლე ეგეთი თემა არ არის. რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა. მისი აზრით ჩემთვის ნამდვილად პერს ნიშნავს. კი ბატონო, ნინო და ისევ აი უცხოეთს მინდა დავუბრუნდე, თბილისი რო ალტერნატივაა ჩვენთვის ყველასთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყანა და ის არქიტექტურა და თან თბილისი გამორჩეულია თავის არქიტექტურით. ნუ ამაზე სასაუბროც კი საუბარიც კი ზედმეტია მე მგონი ეს გასაგებია მით უმეტეს ხელოვანი ადამიანისთვის, როდესაც შენია, სულ სხვანაირად მუშაობ.
თუმცა ამ სამყაროში იმდენი საინტერესო ადგილია, იმდენი არქიტექტურული ძეგლია, რომ რა დალევს, ხო? აი გიფიქრიათ თუ არა, რომ თუნდაც აი გრძელვადიან მოგზაურობაში წახვიდეთ ზუსტად აი კი, ან დავთხოვ. რაღაცა კატალოგი. კი, სხვადასხვა მართლა შვენიერი იდეა. ანუ უბრალოდ მე ზოგადად იდეების გენერატორი ვარ და სხვა სლოგანების. კი ბატონო, კი. მართლა კარგი იდეა ძალიან, აი დაუშვათ კონკრეტული ადგილი დასახოთ, გააპიაროთ რა თქმა უნდა წინ რომ ამას აპირებთ, რაღაცნაირად ხო, მარკეტინგულადაც რატოღაც დაიგეგმოს. კი, და მე განხორციელებთ. ეს უკვე სხვა. შეიძლება, მაგრამ მგონია, რომ ფიქრობ, რომ ალბათ ძალიან ცოტა მეთხანს უნდა იცხოვრო ქალაქში, რომ არ დაინახო ის, რასაც ხედავს ყველა, მაგალითად ტურისტული შენობები. იცოდე რაღაცა იქ კუთხიდან როგორ გამოიყურება. ან შეიძლება იქ სადაც დაუშვათ თქვენი ახლობელი ადამიანები ცხოვრობენ. მეგობრები იქნებიან თუ ასე შემდეგ, ისინი შეიძლება გზამკვლევები გახდნენ თქვენთვის და გაგიმარტივონ და რატომაც არა იფიქრეთ ამ პროექტზე ძალიან საინტერესო და მასშტაბური იქნება. თუმცა რა არის ნინოსთან საუბარში ახლა ხო პირველად ხვდებით ერთმანეთს და საუბრობთ და გამოიკვეთა რა რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ის ემოცია რომელსაც განიცდით და ის მოგონება იმიტომ რომ თქვენია რა ხო მაგალითად ოპერის შენობა მაქვს დახატული და არ დავხატე ფასადის მხრიდან მაგრამ ჩემს უყვარს ეს შენობა ძალიან და უნდოდა რომ მასაც ქონოდა სამსახურში თავისთან ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი და კუთხიდან გადავიღე, იმიტომ რომ გამახსენდა რომ იქ შუქი რო ინთება, სასწაული რაღაცა ხდება ფანჯრებში და ზუსტად ის მონაკვეთი მინდოდა რომ დამენახები ნასხვებისთვის ის არა რაცაც შეჩვეული ვართ, რომ წინიდან ულამაზესია. ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა. რაღაცა სხვა კუთხე. შემოქმედი ზუსტად დაგანახებს სხვა კუთხით, ხო? იმას, რასაც თუნდაც ჩვენ ვერ ხედავთ. აი, მამა მაინტერესებს რას ამბობს და მამა ხელცხოვრება ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო, არასდროს ჩემი ნამუშევრები არ მოსწონდა და ეხლა ხასთა თანაფარდობა დაცული არ არის გეუბნებოდა. ეხლა ამას წინებზე მითხრა რომ რაც კარგიაო და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მაგარი ფიდბექი, ასე ვთქვათ. კი ბატონო და კიდევ ალბათ ძალიან დიდი мотиваცია. ალბათ კი. ნინო, ვფიქრობ თქვენ ისეთ საქმეს აკეთებთ, რომ ამას ძალიან დიდი მომავალი აქვს და ისე გიფიქრიათ თუ არა, რომ შეიძლება შემდეგ მოსწავლეებიც ყავდეთ. ეს უნდა გაგრძელდეს. არ ვიცი ხა საქართველოში ამ გრაფიკის ფაკულტეტები ვიცი, გრაფიკით როგორ არ არიან გავებული, მაგრამ თვითონ აი ეს ფერადი გრაფიკა, ფოტო, შემოქმედება, ეს რაღაცა სხვა თორე ხა გრაფიკოსების მეტი და გრაფიკა გასაგებია. ვერ გეტყვით, არ ვიცი, სამწუხაროდ არ ვიცნობ მაგ სფეროში ბევრ ადამიანს შეიძლება ვიღაცები მუშაობენ კიდევაც ამაში, უბრალოდ მე არ მაქვს მათზე არანაირი ინფორმაცია და არ ვიცნობ მათ მოსწავლეებზე არ მიფიქრია. მოვა ეგ დროც. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და მაშინ მოსწავლეებზე არა, მაგრამ ეხლა ცოტათი მატერიალისტურად მიუდგები. ანუ შეკვეთებს რამე რომ იყოს შეასრულებდით. აი ისეთ შეკვეთებს, რომელიც რაღაცა მოკლედ, რაღაცა მატერიალური შეკვეთა ხო. გამიხარდება ძალიან ჩემი ნამუშევრები თუ ადამიანების კედლებს, სახლებს და გულებს გაათბობს. ნამდვილად გამიხარდება. ნამდვილად. შეკვეთაზე არ ვიცი, ალბათ თუ რაღაცნაირად მეც მომეწონა იდეა რატომაც არა. შესაძლებლობა ახალი და უბრალოდ ღია უნდა იყო, ფიქრობ ეს რაღაცას რო აკეთებ. მით უმეტეს როცა გამოცდილება არ გაქვს და არ იცი რატომაც არა. ხაი კარგი რამე თქვით, რომ ღია უნდა იყოს ზოგადად ნებისმიერ საქმეს, რომ იწყებ მით უმეტეს როდესაც სტარტია, ხო? აი ეს ღიაობა არის წარმატების მომტანი, ანუ წარმატება არის თუნდაც ის, რომ მერე შენს ნამუშევარს იმაში რაშიც გულს და სულს დებ, იმას საზოგადოება იღებს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ გაგიხარდებათ სხვების სახლებსაც თუ დაამშვენებს ეს არაჩვეულებრივი. თან გულწრფელობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და
ემოციურ გულწრფელობაზე არა მაქვს მხოლოდ ლაპარაკი და არ ვიცი მე ძალიან მოხარული ვარ რომ თქვენ გაგიცანით და ვფიქრობ რომ მსმენელს მალე ექნება საშუალება თქვენი ნახატები იხილოს საგამოფენო დარბაზში რატომ ესეთი ეჭვი გამიშთა მადლობა დიდი ნინო ძალიან დიდი მადლობა ნინო სარალიძე ხელოვნებაცოდნე იყო ჩვენთან და რაც შეეხება საუბრის თემას ფერებად ქცეული გრაფიკა აი ამ მიშა რო ანახო ამ არაჩვეულებრივი ნამუშევრებით ნინო გისურვებს წარმატებებს დიდი მადლობა მადლობა და წარმატებები მადლობა მასპინძლობისთვის